ბოლო პერიოდში მოქალაქეთა პირადი მონაცემების შემცველი ელექტრონული ბაზების გაყიდვის ფაქტები გახშირდა. ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ავრცელებს. განცხადების მიხედვით, ერთ-ერთი შეთავაზების თანახმად 1.400.000 კერძო პირის სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, ტელეფონის ნომრისა და მისამართის ღირებულება 100 ლარს შეადგენს. 120.000 კერძო პირის ელექტრონული პოსტის მისამართის ფასი კი 70 ლარია. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მოუწოდებს მონაცემთა ბაზების მფლობელებსა და პოტენციურ შემძენებს პატივისცემ საქართველოს მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და კანონის ფარგლებში მოქმედად. ძალიან ბევრმა მოქალაქემ შეგვეტყობინა იმის შესახებ, რომ იყიდება მონაცემთა ბაზები, რომელიც შეიცავს ათასობით და მილიონობით ადამიანის სახელს, გვარს, ტელეფონის ნომერს, მისამართს და სხვა პერსონალურ ინფორმაციას. ასეთი ტიპის ბაზების პოტენციური შემძენი, ისევე როგორც დღეს ამ ბაზების მფლობელი არიან მონაცემთა დამმუშავებელები და მათზე ვრცელდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი, რომელიც გარკვეულ ვალდებულებებს განსაზღვრავს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ყველა მოქალაქეს აქვს უფლება თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, რა მიზნით იქნება მისი მონაცემი გამოყენებული და შესაბამისად მას უფლება აქვს მოითხოვოს მისი მონაცემების დამუშავების შეწყვეტა.